ბინა ოქროსფერი დეტალებით. ესე დავარქმიან ბინას, რომელიც სხვათა შორის არის 78 კვადრატული მეტრი და ძალიან დიდი სივრცე არის. ანუ მე გავუგდი, როცა მისი კვადრატულობა გავიგე. ნახეთ, ეს არის სტუდიოს ტიპის მისაღების სივრცე, სხვათა შორის ესენა ყველაფერი ფრანგულ სახლში არის შეძენილი. განათება გვაქვს სამი ფერის აქტუალური, ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე შეგვიძლია რომ გავანუცოთ, ეს კი არის უკვე სამზარეულო. სამზარეულოზე აი მარტივად რომ მივხვდეთ, იტალიური მექანიზმი არის გამოყენებული. აქ ესეთი მალული უჯრა არის დანაჩანგლისთვის და ყველა მილიმეტრი არის ათვისებული, არაფერი არ არის აბსოლუტურად ისე, რომ არ იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩაშენებული მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და სხვა. აქეთ სასადილო მაგი და აივნის კუთხე, აქეთ კიდევ ფრანგული აივანი გვაქვს პირდაპირ სამზარეულოსთან, დიდი ვიტრაჟი, კონდიციონერი დაყენებული არის და ასევე ამ აივანზე გამოდივართ ამ საძინებელი ოთახიდანაც. კომუნიკაციები ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოყვანილია, სრული შემთხვევაში ტელევიზორი შეგიძლიათ დაამატოთ აქ. აქეთ დავაფიქსიროთ ხედი, მესამე სართულზე ვიმყოფებით, სხვა შორის ძალიან ლამაზი და ორიგინალური, მიუხედავად იმისა, რომ პატარა აივანია, ფუნქციურად დატვირთულია, ეხლა კი გაჩვენებთ სხვა დეტალებს, რომელიც მე ძალიან მომწონს. დეტალი, რომელიც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და ამ კვადრატულობაში იშვიათი, ეს არის ცალკე გამოყოფილი სამრეცხაო სივრცე. ამ ეტაპზე აქ არის განთავსებული როგორც საშრობი, ასევე სარეცხის მანქანა. ეს კი არის მეორე საძინებელი, რომელსაც თან ახლავს საგარდერობეს სივრცე. სხვათა შორის აქაც გვაქვს, რა თქმა უნდა, ბუნებრივი განათება და ფრანგული აივანი. ტერიტორია საკმაოდ პოპულარულია დღეს, დაგვრჩა ახლა რომ ნახოთ ასევე სველი წერტილი, ვინასაც მე ვფიქრობ იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი არის მაღალი ხარისხის, ძალიან კარგი ფასი აქვს. სხვათა შორის აქაც აღნიშნავ იმას, რომ ჩაშენებული მექანიზმებია ყველგან და არის ასევე ჰიგიენური დუში და აქ არის მარმარილოს ფირფიტა გამოყენებული. მოკლედ, ამ უძრავ ქონებაზე დეტალური ინფორმაციისთვის უნდა დავკავშირდეთ აუცილებლად პირად შეტყობინებებში და უნდა ნახოთ თუ ეძებთ დაახლოებით ამ ტერიტორიაზე ბინას. მისამართს აუცილებლად დავურთავთ აღწერაში და დროებით.